ჩვენ გამოჯამრთელებას ვეძახით მდგომარეობას, როდესაც ადამიანს თამაშის სურვილი არ აქვს. ჩვენი მიზანი არ არის თქვენში გავზარდოთ ნებისყოფის უნარი და დავუშვათ მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენ უბრალოდ ებრძოდეთ თქვენ სურვილს თამაშის მიმართულებით. ეს რომ მივახციოთ ამისათვის საჭიროა სწორი გამოჯამრთელების პროცესის დაგეგმა, რაც გულისხმობს პირველ რიგში ინდივიდუალურ თერაპიას, რომელიც თავისთავად არის პროცესი, სადაც ერთ-ერთზე ხდება თამაშდამოკიდებულების პროცესის განეიტრალება, მოდით ესე ვიტყვი. აქ ჩართული არის სპეციალურად შემუშავებული სავარჯიშოები, წერითი სავარჯიშოები, რომელსაც ბენეფიციარის შეხვედრიდან შეხვედრამდე წერს და მერე ხდება ამ სავარჯიშოების გავლა. ამავდროულად იმ მიმდინარე მწვავე საკითხების, რომელიც აუცილებლად ექნება თამაშდამოკიდებულის გამოჯამრთელების პროცესში. ეს ყველაფერი ხდება კოგნიტურ-ბიჰევიური თერაპიის მიხედვით, ასე უფრო ცნობილია ეს თერაპია როგორც CBT, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველაზე ეფექტიანი მეთოდოლოგია არის გამოჯამრთელების მიმართულებით, კონკრეტულად დამოკიდებულებას თუ ვეხებით და ასევე არის ჯგუფური თერაპიული პროცესი. ეს ორი ერთად, ინდივიდუალური და ჯგუფური პროცესი იძლევა იმ ეფექტიან მეთოდოლოგიას, რა თქმა უნდა სპეციალურად შექმნილ სავარჯიშოებთან ერთად, რომელიც ცოტა ხნის წინ ვახსენე, რომელსაც მივყავართ იმ შედეგამდე, რომელიც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი.